მოგესალმებით. დავბრუნდით ისევ ჩამოვიყვანეთ მანქანა ბოლო ვიდეოს შემდეგ და ძალიან ბევრი რაღაცა შევცვალეთ. თან ახლა მოვედით უკვე აი როგორ ვარ. ვერ მithმენ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და რაღაცები შევცვალეთ და თან შევეცდები რაღაცები ხა აგიხსნათ და იმედი მაქვს რომ გაიგებთ და რასაც ვერ გაიგებთ კიდე დეტალურად ვიწყდით ხოლმე ვიდეოებში და ახლა გადავინახოთ კაპოტში. მოკლედ იყო აქ ესეთი სიტუაცია, გქონდა ერთი ტურბო და ეხლა ამ ეტაპზე გადავიდით ორ ტურბოზე, კომპაუნდი სისტემა ავაწყეთ. აი ქვედა მხარეს დგას, მოდი ანახე. აი აქ ქვედა მხარეს დგას პატარა ტურბო. აი აქ დგას პატარა ტურბო. ზემოთ დგას დიდი ტურბო GT35 და გავტესტე წინაზე და საკმაოდ ეფექტური იყო. აი ხვალ ლილოში ვაპირე წასვლაზე უკვე ნახავ. წყლის კულერი მოხსენით. წყლის კულერზე აღარა გვაქვს, წყლის გაგილებაზე, ინტერკულერი და გადავედით ესე ფლოტარულ კულერზე და რაღაცები შევცვალეთ კიდევ წონები დავარიგულეთ ავტომობილში. სამხარე ცოტა მეტი მოგვიდა და საჭმელი აქვს, ეგეც უნდა გავასწოროთ. რავი, განახეთ რა, ხვალაც ვიმარჯიშებ, იმედი მაქვს რომ კიდე უკეთესი იქნება მანქანა და უფრო ეფექტური იქნება. ამანქანა ჯანი არასდროს არ აკლია, უბრალოდ საქართველოში რო ვარ ერთადერთები და პირველები დიზელით მინდა რომ საკმაოდ ეფექტური იყოს ავტომობილი, რომ აი კარგი შეიძლება რაღაც სიზუსტით 100%-იანი გავლები არ იყოს, მაგრამ რაც გავლაც იქნება, რომ ეფექტური გავლა იყოს, რა. დაგველებდეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ანუ მაქსიმალურად ვცდილობ იყოს გამართული, ანუ გამართულში გულისხმობ რას, რომ აი მძის არ გაწვეთოს ზეთმა, არ გაწვეთოს წყალმა და რაღაცებს, ანუ მინდა რომ ეგრე იყოს და ყოველ შემთხვევაში გამომივა ალბათ, მაგრამ ვცდილობ არა კულტურულად ვაკეთებ. ეს საშუალება ჯერჯერობით არის. რომ ამ მანქანაზე ხა ვერ რაღაც არის ცუდად გაკეთებული, უბრალოდ ეს მანქანა არის ჯერ სატესტო რეჟიმი და ეს ყველაფერს დავალაგებს უბრალოდ უკვე მე უფრო კარგი ძალაზე შეიძლება ყველაფერს გაკეთება, მაგრამ უკვე სამომავლის თემები არის, ჯერ აქ დავლაგდეთ, აქ შევისწავლოთ აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ აქ არ გვენარება მოჭერი, მიაკერი და გუღი არ გვენარება და როდესაც კარგი და სასიამოვნო და ლამაზ ზარაზე გადავლავთ, უკვე ისე კულტურულად და ლამაზად მოგვიწევს მუშაობა. ეს უბრალოდ სატესტო რეჟიმი არის, დიდი ალბათობით ამ სეზონს ამით ჩავატარებთ და ყველაფერი კარგად იქნება და წინსვლა გვექნება და ჩვენ თავს ჩვენ თვითონ ვაჯობებთ. მე უკვე შეიძლება კარგზე, ლამაზზე უკვე ფიქრი ავტომობილზე. ამ ეტაპზე უფრო ტექნიკურ მხარეებზე ვარ გადართულები რა. და ეს ვთქლა უკარა და ჩვენ ეს წამო უკვე შევატყუში და აღარ შემდეს როგორც აქამდე იყო. შესაბამისად მაგდადებს.
მოგესალმებით. სამშაბათი არის, როგორც იქნა. გაიგო ლილუარენა და მივდივართ. ეხლა რომ ივარჯიშოთ. გავსინჯოთ, გავტესტოთ მანქანების ფოტოშოს ახალი ბრენდის საბურავებიც და ნახოთ აბა. მოგესალმებით. მოგეთ არის კვალიფიკაციის დღე. საკმაოდ დაღლილი ვარ, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი პრობლემა იყო ხანეს ბოლო დღეებში. არ ვიცი მართლა ის რაც უნდა იყოს ეს ავტომობილი ეგ არ არის, კოლოფის დაგვიზიან და გუშინ ეგეც მოვაგვარეთ და ნუ არ ვიცი. იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც ვივლი და ნუ რასაც ივლის მოკლედ რა, შემდეგთვის უფრო მომზადებით, იმიტომ რომ ფიზიკურად ვაღარ და ნუ ძნელია რა, როდესაც ხარ გუნდში სამი ადამიანი ძნელი არის და გაჩვენე ეს არის ამ ეტაპში მადლობა. Რაღაც ყველაფერი მანქანას მეხსის სიტერი უნდა დავაკრა. აუ ვიტალე რა. არის კიდე რა.
ფოტოებს გიღებენ, რამდენი ხადას გიღებენ? არა, ჯერ არ იღებენ. არა? ჯერ ემზადებით. 60 მანქანამდე ვართ. და 32-ში მოხდეთ. მანქანა კედელი მოვია. Sarto, it's okay to make mistakes. მანქანა გამომდინარე ნორმალური არის ჩემი აზრით და იმედი მაქვს რომ გადავალ, მინდა რომ ხალხს ვიარო და კარგი იყავით. არ ვიცი. ძირას მაშინ გოხრჭი. გადავალ და ნუ ჩინო გადავალ. ჰა? მიხელი კაი. შოვა დაგიფასდება. ეგ ასასიამოვნო, ხო მაინც რომ გამოვიდა. მაინც ვიარ. ლაშაც მასეთი მოხდილია. გადავედით თორსთან რომ გავიდეთ ის ხტებით ცოტა მოწყენილობა არის მაგრამ არა გავაფასდებით ძალიან მოდის იატი ნოი ემორგა შეიძლება სხვათაშორის ყველაზე ასეთქოთ მართალი ფუჩკანული არის ეს ნახე ძალით მოხმაურებს ლაშა ნახოთ რა ლაშა მიდი შეიგრძენი ნამდვილი მანქანის გემო გასიებული გორი ფერიანი გილოცა გათენდა შეჯიბრის დღე აიტვირთავთ დავდებთ ხა მანქანას 10 საათი დავალი შეგვიწყება და განჩეს უკვე ვიდეოს განახეთ თუ 2 საათი იყო რომ მოვხდით ვიდეო ოქშორ და
გარდანი გემეუნები მე ალბათ ვეღარ ვხვდები. არის გასაგები კვალიფიკაციის დაბნეულია განათლება. ახლა დავხსნა როგორი ხდება. რა თქმა უნდა, მოწვევში ბანდეროს ახლა განათლებას ავანახავთ მას. აი ადამიანია, მოგებია, მაგრამ რესტარტებით იქ უკვე ისწრებს და იმავია რომ თავის სანახაობას მოვიდა კარგი რა. მე გულახია გამოდი. ავარია გაიგებენ ვანახოთ. ასე კონტაქტური ცნობს ცოტა. მოხარდნოს რომ თავაღებული არ დამცდება. აუ გამოსტილ ნომერბოლებს ხდები და ჩემსარული მომწირები. Алло. ამე ხარა დავნა მანქანა კიდევ წაი დრო დაიწყე დრო მოგიგება პირველად ავარ ესე მოდუნებულები არა მანქანა სამეძია ჰა კი გიორგი ჯავახაძე თავისი ღმერთქარით დაუპირისპირდება და უკვე უპირისპირდება გიორგი სართანიას. ნახოთ როგორი შეფრენა, რა მაგარი სტარტი ქონდა აქ, თუმცა გადავიდა ორი საბურავით გიორგი ჯავახაძე ტრაექტორიდან და გიორგი სართანია შემდეგ გასწორდა. არ ვიცი რა მოხდა აქ, ანუ აუცილებლად ჭირდება გამეორება კიდევ ერთხელ უხეში შეცდომით დაიწყო გიორგი ჯავახაძე მეზგარბენი, რამაც სართანიას შეცდომა გამოიწვია ცხადია, თუმცა ყველაფერი აუცილებლად უნდა გადაიხედოს კიდევ ერთხელ ძალიან არეული გარბენი ვიხილეთ. ჯავახაძემ პირველი შეცდომის შემდეგ ყველაფერი პრინციპში იდეალურთან ახლოს შეასრულა. გამეორებით ნახოთ კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. აი ეს ფლიპით ძალიან კარგი შეფრენა იყო გიორგი ჯავახაძის შესრულები და აი აქ ორი საბურავით დატოვა ტრაექტორია. უხეში შეცდომა კინაღამ შევარდა საბურავების დამცავ ჯებირში და აქ შემდეგ გაუსწორდა თავის ავტომობილი. და გვაქვს მეორე გარბენის სტარტი. ამ შემთხვევაში უკვე სართანია გვევლინება ლიდერის როლში. ძალიან ისე უცნაურად მოწყდა ფლიპის გარეშე, ჯავახა მას ჩამორჩა თავიდან აშკარად და თითქოს კვამში დაიკარგა ჯავახა. როგორც ხედავთ, გაუსწორდა ავტომობილი თითქოს ერთი შეხედვით ყოველ შემთხვევაში სართანიასა გაუსწორდა ავტომობილი. არ ვიცი, ძალიან ისეთი უხეში შეცდომების მთელი წყება გვაქვს ამ გარბენში და სართანიას ფინიში ისეთი ჯავახასთან სინქრონული გამოვიდა, თუმცა გიორგი ჯავახაძე დაამარცხა გიორგი სართანიას. მოკლედ დავასრულეთ ჯერჯიბრის პირველი ეტაპი, ახსნა იყო. ავტომობილსაც შეეხება ყველაფერი მწყობშია, ჩემში იყო პრობლემები. ჯავახა მომიგო, საკმაოდ გამოსტილი პილოტი შემხვდა, მაგრამ დიდი გამოსტილება მივიღე მეც. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გუნდს, შემდეგი შეჯიბრისთვის უკვე მომზადებულები ვიქნებით. და რაც შეეხება ჩვენს სპონსორს GMS Turbo-ს, ძალიან დიდი მადლობა, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შეჯიბრზე გასვლა ამდენი ვარჯიში და ჩვენი თავის დახვეწა. ეხლა დაგემშვიდობებით, უკვე უნდა გადავერთოთ ოფროუდზე, მივდივართ პირველში სომხეთში და ოფროუდის გადაცემას განახერხებთ. ძალიან დიდი მადლობა.